Toyota RAV4 ჰიბრიდი 25 წლის მოდელი, ამანქანი დავინტერესდი, მოვედით Toyota-ს დილერშიპში და აგერ არის ფასი, მინდა გაგიზიაროთ ფასი, ყოველთვიური შენატანები, ლიზინგის მეშვეობით თუ გამოვიყვან და მინდა საქართველოს დილერშიპში შევადარო, ანუ RAV4-ის ფასი მაინტერესებს საქართველოში. გთხოვთ დამეწეროთ კომენტარებში რა ღირს ახალი RAV4 ჰიბრიდი 25 წლის, მაშასადამე დავიწყეთ. ავტომობილის ღირებულება LE მოდელი, ანუ ყველაზე basic, ყველაზე იაფასიანი, ასე ვთქვათ, რომელსაც არც ლუკი აქვს არაფერი, ძალიან basic მოდელ, 43000 კანადური დოლარი. ყოველგვარი წინასწარი შენატანების გარეშე, ნულოვანი down payment-ის გარეშე, 36 თვეზე გამომდის $775 თვეში, გადასახადი დაზღვევის გარეშე, 48 თვეზე დამითვალეს $708 დაზღვევის გარეშე და 5 წელზე დამითვალეს $657. ერთადერთი პირობა არის 24000 კილომეტრს არ უნდა აუწდე წელიწადში გარბენით, იმიტომ რომ ლიზინგი ხო იცით რაც არის, ლიზინგით როცა მანქანა გამოყვავს, გარკვეული ვადის შემდეგ ამ მანქანას უკან აბრუნებ. ანუ ქირაობ რა მანქანას რა. აი ეს არის ის, რის გაზიარებაც მინდოდა ამ ვიდეოში. გთხოვთ დამიწეროთ ახალი RAV4-ის ჰიბრიდის ფასი კომენტარში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.